მოგესალმებით, მე ვარ მარიამ დემურაშვილი, სტარტაპერი პოდკასტის ავტორი და წამყვანი. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან საინტერესო საკითხზე, რომელზეც ბევრმა მომწერეს და ბევრს საინტერესებდა, როგორ დავიწყოთ ბიზნესი ინვესტიციების გარეშე და ზოგადად ამ საკითხის გარშემო ვიტრიალებთ, თუ რა ტიპის ინვესტიციები არსებობს საქართველოში, სხვადასხვა სექტორში. დღეს ვართ Unlimited Summit-ზე. გვაქვს არასტანდარტული პროექტი და სტუმრად გვყავს ორი არაჩვეულებრივი ადამიანი, ნადო ივანიძე, რომელიც არის Global Tech Weekend-ის თანადამფუძნებელი და ანგელოზი ინვესტორი და მეორე სტუმარი ნათია გიორგაძე, ცოტა გრძელი დასახელება პოზიციის და უნდა წავიკითხო ინოვაციების საზოგადოების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სწორია ხო? ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში. ოკეი, კაი, ცოცხალი პროცესი გვაქვს, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, რომ მოხვედით, რომ დამთანხმდით, რომ მიღებთ მონაწილეობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში და დავიწყოთ მითების დანგრევით. ყველას აინტერესებს, რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში, კონკრეტულად საქართველოში, 0 ლარით ბიზნესის შექმნა. ხო, რადგანაც ალბათ ბიზნესის მხრიდან წარმომადგენელი ვარ, ყველაზე კარგად შემიძლია მაგას გავცე. გააჩნია ბიზნესის ტიპსაც, როგორ ბიზნესს აკეთებ, თუ ეხა მაგალითად არ ვიცი. გინდა რესტორნის გახსნა, გინდა რომ რაღაცა აწარმო, გჭირდება რაღაცა ინვესტიცია, მაგრამ თუ ძირითადად იწყები სერვის, ტექნოლოგიურ კომპანიას, სავსებით შესაძლებელია და 2010 წლიდან არც ერთი ჩემი ბიზნესი არ დამიწყია ინვესტიციით, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ინვესტიცია არ ამიღია. პირველი იყო 2010 წელს ციფრული სააგენტო, ბევრმა შეიძლება იცით, Livingstone-იან Singular-ი, Potter's-ი იყო მესამე, სამი სააგენტო ვიყავით მარტო საქართველოში და ვასწავლიდით ბრენდებს, როგორ გამოიყენებინათ Facebook-ის გვერდები, როგორ შეექმნათ და ბევრს შეიძლება გახსოვთ, ვინც ცოტა იმ პერიოდშიც არ იყავით ძალიან პატარა, ესეთი ის იყო, რომ ბრენდს უნდა დაემთხვია პროფილის და ქავერის სურათი Facebook-ის, მაგაშიც ფულს ვიღებდით და მახსოვს, რომ ფეხით მაქვს შემოვლილი აბაშიძის ყველა კაფე და რესტორანი, პეროზე და ჩემი კოფაუნდერს ჰქონდა გადანაწილებული შარდენი და პეკინის ქუჩა და კაფეს და რესტორნებს თავაზობდით 600 ლარად Facebook-ის გვერდის გაკეთებას. და მე ამ ფულით ვაინვესტირებდით, ვიყვანდით თანამშრომლებს და შემდეგ გავიზარდეთ. ეს იყო პირველი პლატფორმი, რამაც გამოცდა ძალიან ბევრი ადამიანი აგ ინდუსტრიაში, ბევრი ხარი ძალიან წარმატებული, ვინც მაშინ ერთად ვაკეთებდით, Singular-ი საერთოდ ერთ-ერთი მაგარი ექსიტი დადო, Livingstone-ი ვიცით როგორ არის უკვე, Potter's-ი აღარ არსებობს, მაგრამ Potter's-იდან გამოვიდა ჩემი ორი მაგარი კომპანია, ერთი იყო Eventergy, რომელიც გავყიდე ასევე საქართველოს ბაზარზე 2014-ში დავიწყე და წელიწადნახევარში გავყიდე, აკონტროლებდა ბილეთების გაყიდვის ბაზრის დაახლოებით 70%-ს მაგ პერიოდში და Yfisher-ი, რომელიც ასევე ინვესტიციის გარეშე დავიწყეთ, მაგრამ იყო პირველი კომპანია ჩემი ისტორიაში, სადაც შევძელით 2016 წელს, 2015-ში დავიწყეთ Yfisher-ი, ამერიკიდან მოგვეზიდა $9 მილიონი ინვესტირება. ძალიან გვეხმარებოდა მაშინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტო 2014-ში შეიქმნა და 2016-დან ჩვენ ოფისიც იქ გქონდა და მახსოვს ძალიან მაგარი გზნობა იყო, როდესაც ბევრი უცხოელი ჩამოდიოდა, ესე დაყავდათ ხოლმე დელეგაციები და ეს არის ჩვენი წარმატებული სტარტაპი Yfisher-ი, ამათმა ინვესტიცია მოიზდეს უცხოეთიდან. ბევრი არ იყო საჩვენე სტარტაპის სიტყვას კი ეცინებოდათ ხალხს ბიზნესიდან, წადი სამუშაო იშოვე და რეალურად ყველაზე მთავარი მანდარი რწმენა, რომ თუ შენ გჯერა რაღაც დაიწყო და თუ ეს არის ისეთი ბიზნესი, რომელსაც შეგიძლია რომ ეგრევე კლიენტი წამოიყვანო, ის ფული უკან ჩაატრიალო და ასევე შენ social capital-ს ქართულად როგორ არის, შენ რეპუტაციას დებს ასწორზე, ანუ ფულით დაწყება არ არის, ანუ შენ საკუთარი რესურსიც ფულია, ჩემი აზრით, უფასო არაფერი არ არის ცხოვრებაში. ეგ მინდა რომ ყველამ დავივიწყოთ ძველი სოციალიზმიდან, კომუნიზმიდან გადმონაშთი უფასო არ არსებობს. ყველაფერში იხარჯება რესურსი, აქაც რო ვზივართ, აქაც რაღაც რესურსი იხარჯება ყველაფერზე, ხო? და ამ იდეოლოგიას მივყვებოდი, რომ სანამ წახვალ და სხვა ადამიანს მოსთხოვ ფულს, რომ მოდი რაღაც იდეა მაქვს, თუ შეგიძლია რომ შენი თავი შეაგდო შენი დაიწყო, პირდაპირ ეგრე უნდა გააკეთო რა. აი ბოლო მაგალითის Global Tech Weekend-იც, რომელიც 2024 წლის ბოლოს დავიწყე და დღეს მქონდა ზუსტად მაგაზე ლაპარაკი, მთლიანად დავიწყეთ 0 კაპიტალით, არაფრით.
პირდაპირ შევაგდე ჩემი პირადი რეპუტაცია ყველას თვალწინ, ყველა სპონსორთან, ყველა პარტნიორთან, ყველა სპიკერთან, რომ ვიცი რომ გამოვა და მე ვეძახი ხოლმე ფინანსური ტერმინია futures-ები. ვინც ფინანსებს სწავლობს, ანუ მომავლის მოლოდინებზე აშენებ ბიზნეს, როდესაც იწყებ კაპიტალის გარეშე. ყველა პარტნიორს, ყველა თანამშრომელს, ყველა ვინც არის ჩართული, ერთი ხედვა გაქვთ, ბოლომდე გჯერათ, რომ ეს გამოვა და მომავლის იმედით აშენებთ. მომავლიდან. როგორ უფრო მე მარტივად კიდე ალბათ უფრო ჩავშვით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სავსებით შესაძლებელია 5 ბიზნესი მაქვს დაწყებული. ყველა ძალიან მაგარი მომგებიანია, ზოგი გაყიდული მაქვს. 0 კაპიტალით დაწყება. მიზეზი ყველაზე დიდი რომ აი მე ფული არ მაქვს და ვერ დავიწყოს, ეგ არის შენ თავს ატყუებ, ვინც გვისმენს და გეზარება რომ თავი ჩაიგდო არაკომფორტულ გარემოში და გადადგა პირველი ნაბიჯი. ანგეშინია. და ყველა იდეა, რაც კი ბევრი გაქვს, თუ არ დაიწყე, არაფრის ფასი არ აქვს რა. და არც აზიარებენ ხოლმე იდეებს, ყველა ძალიან მაგაზე მეცინება ხოლმე, რომ მე შენი იდეა არ მომპარონ. ანუ შენ იდეას ფასი აქვს 0. თუ არ გააზიარე ხალხში და არ გაიტანე და შენი ხედვა არ გაავრცელე, რავი, კონდე შენი იდეა, კონდე ჯიბეში, ხო? ხო, მოგეთ ძალიან გამიგზელდა საუბარი, ნათიასაც ექნება და სამართალია. გამოგრძელებ ამ ნაწილიდან, იმიტომ რომ ანდიმითი სამიძები მყოფებით და ზუსტად ახლა წინა გამომცვალს ვუსმენდი და AI ჩაანაცვლა ყველა იდეაო რა, ან თქვენი ეს იდეალური გენიალური იდეები აღარ არსებობს და მკვდარიაო და ძალიან საინტერესო პოსტულატია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ადრე მე ჯიტაში 2019 წლიდან ვმუშაობ და ძალიან ბევრი იდეა მომისმენია, რომელიც დაფინანსებულა და უფრო მეტი არ დაფინანსებულა. და ზუსტად პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ გვგონია ხოლმე, რომ იდეა არის გადამწყვეტი, რომ აი მე ხა იდეა მაქვს, არავის არ გაუზიარებ, იმიტომ რომ არ მომპარონ, თუმცა ესეთი იდეები ბევრი ადამიანის თავში იბადება ერთდროულად, შეიძლება დაიბადოს და დღეს მით უმეტეს ერთი და იგივე პროდუქტსა შეიძლება რომ მართლა სხვადასხვა ქვეყანაში, თუ არა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადამიანები მუშაობდნენ. ანუ თუ იდეა არ არის ეგეთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, მე ვიტყოდი რომ სანამ ინვესტიციაზე წუწუნს დავიწყებთ, რომ აი ფული არ მაქვს და გავაკეთო, თუ სურვილი გაქვს რომ რაღაცა პრობლემა მოაგვარო შენ გარშემო და მომხმარებელთან ლაპარაკს იწყებ, ანუ ის პრობლემა რომელიც შენ დაინახე აღმოაჩინე რომ სხვა ადამიანებიც ხედავენ ამ პრობლემას და მეტნაკლები მზაობა აქვთ რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ფული გადაიხადონ, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანს, რომელსაც სურს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს, ინვესტიციები თავზე დაეყრება, ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ დღეს აი რა ყველა საუბარზე ხა და ექსამიძე ვიმყოფებით და აი ესე ვთქვათ საუბრებსაც შევესწარი და აი ზუსტად მაგასაც ამბობდნენ, რომ ფული არ არის პრობლემა. ფული არის თუ დაანახებ ღირებულებას, რომ აი შენ გაქვს იმის უნარი, ყავს გუნდი, ან ხარ თუნდაც ახლა დღევანდელ სამყაროში solo founder-იც და AI-ის იხმარ თქვათ იმ დოზით, რომ შეგიძლია რაღაც პროდუქტი შექმნა, თუ დააჯერებ, თუ იპოვი ამ მომხმარებელს, რომელიც შენს პროდუქტს გამოიყენებს, ფული აუცილებლად მოვა. ყველა სხვა პროექტს შესაძლებლობას რომ თავი დავანებოთ, მაგალითად ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქართველოს ყველა რეგიონში აქვს 25,000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა რეგიონიდან, ოღონდ ინოვაციურ და ტექ პროდუქტებზე ამ შემთხვევაში საუბარი, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა შემოვიდეს ამ ეკოსისტემაში და მიიღოს ეს დაფინანსება. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მცირე გრანტი აიღეს, მე რაც დიდ გრანტზე შეიტანეს, დიდი გრანტი აიღეს, ეხლა ქვეყანაში აქსელერატორები არიან და იხმარებიან ამ პროდუქტის განვითარებაში, კავშირების დამყარებაში და მოკლედ ანუ საკმაოდ ბევრი წარმატებული ისტორია არსებობს ესეთი ჯაჭვის და მართლაც გვჯერა რომ აი ამ რეგიონებიდან წამოსული იდეებსაც კი შეუძლიათ რომ ანუ იმისთვის რომ ვალიდაცია აქვთ გაკეთებული თავის იდეისთვის, ჯერათ რომ ამას მიაღწევენ და ანუ გრანტსაც იღებენ ამ შემთხვევაში. შემდეგ
ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ჩემი აზრით, კიდე რაღაცა ბოლო პერიოდში ხშირად იყო ამაზე ლაპარაკი, კავშირები, ნეტვორკინგი, ესე ვთქვათ რა, რომელიც არის, აი როგორც ვთქვათ, ნოდომ აღნიშნა, რომ უფასო, ასე ვთქვათ, არაფერი არ არის, ერთ-ერთი დიდი აქტივი არის კავშირები. აი ზუსტად ახლა კიდევ ვიტყვი, რომ Unlimited Summit-იც ერთ-ერთი მაგის გამოხატულებაა, რომ აქ ბევრი ადამიანი ტექსფეროში, მუშაობის მსურველი, კომპანია მიმართულებით თუ სხვადასხვა საინტერესო ადამიანები შეიკრიბნენ და რამხელა შესაძლებლობაა, თუნდაც დამწყები კარიერის დაწყების ეტაპზე მყოფი ადამიანებისთვის, რომ აი ეს კავშირები დაამყარონ, რომელიც ნამდვილად ძალიან ღირებული აქტივია და შემდეგ რაღაცაში ითარგმნება აუცილებლად ეს, იმიტომ რომ აი როგორც დაიჯერებენ, რომ მათ ეს შეუძლიათ, აუცილებლად გამოუღეთ თუ რაღაცა პრაქტიკაში. უცებ დავამატებ რა, იმიტომ რომ როგორც სტარტაპ ფაუნდერი გავლილი მაქვს ეგ პერიოდი, თან ისეთ პერიოდში, რომ საქართველოში სტარტაპის სიტყვას არ იცოდნენ და ვართ მოწამული ამერიკული სტარტაპ კინოებიდან, ჰოლივუდის კინოებიდან, რომ ან სტორებიდან, რომ აი უცებ ელონ მასკმა აწია 50 მილიონი, ან ჯეფ ბეზოსმა ესე დაიწყო და ეს მაგალითები ყოველთვის აზიარებენ, როგორ მივიდა, უკვე წარმატებული გახდა რა, არავინ არ ყვება რა გაიარეს რა. მაგალითად ბოლომდე რო იყო გაკოტრებული ელონ მასკი და მინუს 900 მილიონში იყო ერთი პერიოდი, გაკოტრებული იყო ჯეფ ბეზოსიც და ასე შემდეგ რა. ყოველთვის აი ხშირად იძახიან რომ არავინ არ ყვება ხოლმე პირველი თუნდაც მილიონს როგორ მიაღწია და რაღაც იდეალამდე გვაქვს ჩამოყალიბებული რომ მე თუ ვიწყებ რაღაც ბიზნესს, უნდა მოვიდეს ხალხი, ჩამიდოს ფული და ქართველებმა ვიცით ხოლმე, არა მარტო ქართველებმა, ფული რომ მომცა მაგას მეც ხო გავაკეთებ რა. ფული არ არის ხალხმა გვთავარი, ნებისმიერ ადამიანს ხვალვა შემიძლია რამდენი ფულის უნდა მივცე, მაგრამ ვერ მიაღწევს იმას, რაც უნდა მიაღწიოს რა. ამიტომ ეგრე წარმოგვიდგენია პროცესი, მაგრამ სინამდვილეში იმ ყველა ადამიანმა, თუნდაც სტივ ჯობსმა, თუნდაც ნებისმიერმა ადამიანმა ძალიან რთული გზა გავლა, ანუ არ არის მარტივი ეს გზა, უბრალოდ აი დასაწყისში თავითვე თუ ფიქრობ რომ მე ფული მინდა რომ რაღაც გავაკეთო და არ ფიქრობ რა ღირებულებას ქმნი, არავინ შენ ფულს არ მოგცემს რა. წადი რა ბანკში აიღეს ეს ხი თუ ფული გინდა ხო და რაღაც გააკეთე. და დაწყება უჭირთ ხოლმე, აი ყველაზე ძალიან ეგ შემამჩნია რომ აი ყველას გონია ძალიან დიდი ქაოსი გაქვს თავში და როგორ გადავდგა პირველი ნაწილი და ავტომატურად მიგდის თავი ფიქრი იმამდე რომ მე ფული მინდა რომ დავიწყო. არ გინდა ფული. გადი, ილაპარაკე, ერთ კაცს მაინც მოაწონე, ერთი კაცი მაინც შემოიერთე შენ გარშემო ან ორი ადამიანი და თუ არავინ არ გიერთდება და არავის არ აინტერესებს, ესე იგი პრობლემა შენ გამოიგონე. ნამდვილი პრობლემა არც არსებობს. და არ შენ იდეას არ ელოდებოდა არავინ. და ძალიან საინტერესოა კიდე ხარ როგორც დიდი ანტრეპრენერები ახსენენ ნოდომ და იმ დროს ვკითხულობდი სტივ ჯობსის ისტორიას, არ ვიცი რა წიგნში ხო, ძალიან კარგი წიგნია, აღმოვაჩინე რომ მეთქი ანუ ეს როგორ ბევრჯერ მქონია თქვათ წამიკითხავს ეს ბიოგრაფია ისტორიულად ეფლის თქვათ, მაგრამ რაღაცა ის სტივ ჯობის ესე წლების მიხედვით გავყევი და 1976-ში შექმნეს კომპანია და ანუ 1976-ში ჩვენი ქვეყანა სად იყო? ანუ მაინდსეტურად რო შევხედოთ ხო? ანუ ისინი ბიზნესი და იმიტომ დაიწყო იქიდან რომ რაღაცა სილიკონი ველიზე აღმოჩნდა და რაღაც კვლევით ცენტრში შევიდა და ეს ინტერესი გაუღვივდა და დღეს მაგალითად საქართველოში ეხლა ეგ შესაძლებლობები რა, ჩვენ გარშემო თუ გაიხედავ, არ ვიცი, საქართველოს 9 ქალაქში, 5 რეგიონში, თუ არ ვიცი, მეათე ქუთაისში უკვე ზაფხულიდან იქნება ტექნოპარკი, რომელიც არის ისეთი სივრცე, რომ მართლა მოგანდომებს, რომ რაღაცა შექმნა და რაღაცის კეთება დაიწყო ნამდვილად და ანუ აი თქვენ აღზენეთ თავიდან, რომ აი საქართველოსდან თუ შეუძლია, კი, ანუ ნამდვილად შეუძლია, იმიტომ რომ აი მართლა ისეთი ინფრასტრუქტურა არის ხელმისაწვდომი უკვე და სრულიად უსასყიდლოდ რომ თუ მართლა რაღაცის შექმნის სურვილი გაწუხებს, გარემო შეგიქმნის ხელს, იმიტომ რომ ინვესტიცია რაღაც ფულის გარდა კიდევ აი ხელმისაწვდომმა საგანმანათლებლო პროგრამებია ბევრი ხელმისაწვდომი, სადაც სწავლო იმუშავებ იმ კომპეტენციებს და უნარებს, რომელიც გჭირდება ამისთვის რა, იმიტომ რომ ეხლა როდესაც გადი და შენ თავს აჯობე კომფორტის ზონიდან გამოდი, თუმცა ამასაც ცოდნა უნდა. არ არის მარტო ხა მე ვასწავლი მეწარმეობას სეულში და სეულს და MIT-ის თანამშრომლობის პროგრამის მონაწილე ვარ და ამის ფარგლებშიც ვიყავით MIT-ში და იქ რო ნახე
რაშვებენ რატო 20 წელზე მეტია მათი entrepreneurship-ის ცენტრი, ანუ მეწარმეობის ცენტრი top startup-ებს უშვებს ქვეყანაში და იმიტომ რომ განათლებაზე და ამ კომპეტენციებზე დაფუძნებული სისტემა აქვს შექმნილი. რომ ის ინვესტიციები და ეკითხვა დავუსვი ბილოლეთს, რომელიც არის ამ ცენტრის დამფუძნებელი და თვითონ ამ სასწავლო მოდულის შემქმნელი 24 ნაბიჯი წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად, რომ ინვესტიციები როდის შემოდის რა, იმიტომ რომ ჩვენთან ეგ რომ იფული არ მაქვს ის ანუ ინვესტიციები შემოდის მას შემდეგ რაც შენ მზად ხარ კომპეტენცი ხო აი შემდეგი ნაბიჯისთვის ხო იმიტომ რომ შეიძლება ადრეული ლეველის ადრეული პერიოდის ინვესტიცია კიდე უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდეს და პირიქით სხვა გზით გაგევითაროს ამიტომ თუ იდეა გაქვს და ამაზე გინდა რომ მიყვე მთავარია რომ აი შენი უნარები და კომპეტენცია ჩემი აზრით განივითარო ეს როგორი მომენტი არის ვფიქრობ რომ ლოგიკურიც არის ნახე ჯერ გადადგინა ბიჭი და ნახე შენ შეგიძლია თუ არ შეგიძლია შენ თვითონ დაუმტკიცე საკუთარ თავს შენი შესაძლებლობები და მე რეალურად თუ გჭირდება ინვესტიცია მაგაზე დაფიქრდი რეალურად თუ გჭირდება ინვესტიცია იქნებ შენ შეგიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში სხვანაირად გააკეთო რაღაცეები ხო ეს არის თავის გამართლება მე ესე ვფიქრობ ჩემი ხედვითაც ჩემი გამოცდილებითაც სტარტაპერში მყავდა ერთი სტუმარი ახლა გამახსენდა და ეს ბიჭი იძახის რომ ხალხო მანამ არ მოგვარდება თქვენი პრობლემა სანამ არ იფიქრებთ სხვისი პრობლემა როგორ მოაგვაროთო არავინ არ ფიქრობს ნუ გარკვეული პროცენტულობა ვინც შესულია მეწარმეობაში რა თქმა უნდა ფიქრობს ამაზე იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ფიზიკურად ვერ წახვალ წინ ხო მაგრამ თითქმის აი ამ ბიჭის გარდა კიდევ ერთი ადამიანი რომელსაც თავისი ჰოლდინგი აქვს იმ ადამიანთანაც ესე იგი სულ ეკითხები ადამიანებს რა პრობლემები აქვთ ან ნებისმიერ თანამშრომელს მეზობელს ყველას ვეკითხები რა პრობლემა გაქვთ და აღმოვაჩინეო ერთი იძახდა რომ აი ხალხს ვეკითხებოდიო რომ აი რომელი ტყემალი მოგწონთო ტყემლის გემა აი რომელი ტყემლის გემა მოგწონთო და ბებოს ტყემლის გემა მომწონსო ესე მithwesო და არ არსებობს ბაზარზე ბებოს ტყემალი არ არსებობს და ანუ ავტომატურად უკვე ბიზნეს იდეა დაიბადა ავტომატურად დაიბადა ბიზნეს იდეა რომელიც ბებოს გემო რო კონდეს ბებოს გამზადებული ტყემალი გაიყიდება ანუ ამის თქმა მინდა რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ამაზე და გამოსავალი ვფიქრობ ერთ-ერთი რომ ეგ არის რომ შენი კომფორტის ზონიდან გამოხვიდე ერთი და მეორე იფიქრო სხვისი პრობლემა როგორ მოაგვარო ზუსტად პრობლემები შემჩნევაზე გარშემო აი ეს თემები ახლა რაზეც ვლაპარაკობთ რომ უნდა გაბედო დაიწყო და რაღაც სუსტ დროს დაემთხვა რა ანუ ყველას მინდა გესმოდეთ რომ არ ვართ ამერიკა სადაც ძალიან დიდი ხანია ეს კაპიტალური ბაზარი არსებობს ჩვენ მაინც 20 რამდენი წელია 30-35 ხორას თავისუფლება გვაქვს საბჭოთა კავშირიდან და მეც რო ვიზდებოდი და თუნდაც უნივერსიტეტში რო ჩავაბარე ძალიან დიდი წნეხი მოდიოდა მშობლების განათესავებისგან რომ იმუშავე ბანკში იშოვე წესიერი სამსახური 18 წელს რო ვიზახდი რომ ჩემ კომპანიას ვაკეთებ ყველას ეცინებოდა ამაზე ბავშვი კომპანიებთან რომ მივდიოდი დამცინებდა ბავშვი ხარ წადი ითამაშე და ეგ შეიცვალა მთლიანად ამაში ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორმა რა ეკოსისტემა როდის დგება როდესაც ყველა აქტორი თამა უნივერსიტეტია ჩართული ინსტიტუშენია ჩართული და კერძო სექტორი ეხა უკვე ესეთი სიტუაცია აქვს იმდენი პროგრამებია რომ ამ თემებს შეგვიძლია თავისუფლად ვილაპარაკოთ რა არ მოყვება ეს კულტურულად და უკვე ყავს პირველი მეორე თაობის დამფუძნებლები ჩემ დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის მერე გახდნენ ბიზნესმენები და საერთოდ სხვანაირად აკეთებდნენ ბიზნესს, ვერც დაილაპარაკებოდნენ. ეხლა მაგალითად ჩემთან რომოდის სტარტაპი ნოდო ინვესტიცია ჩამიდე, ზუსტად მესმის იმის. მე რო ვესაუბრებოდი, არ ვიცი, რაღაც დიდი კომპანიის, აი Goodwill-ის დამფუძნებელს და მოდი ინვესტიცია ჩამიდე სტარტაპში 60% მომეციო რა, ანუ ეგეც კი არ იცოდნენ, ანუ ჩვენთან იყო ინვესტორი მოკავდა 50-50, ანუ უმრავლესობა იმას მიყავდა, ხო? ხო და ეს ყველაფერი გააკეთა, პირველი იყო ცოდნა რეგიონებში გატანაც. ამაში ძალიან მნიშვნელოვანია ეკოსისტემის დასაწყისში, რომ სახელმწიფო სექტორიც აქტიურად იყოს ჩართული, რომ კერძო სექტორი თავიდან ვერ იღებს ინიციატივას. მერე შეიქმნა კერძო ინვესტორებიც, ანგელოზი ინვესტორებიც, აქსელი, რისი წევრიც ვიყავით დასაწყისიდან და მაგედან ვისწავლე ინვესტირება და ეხა უკვე ყველა ერთად მუშაობთ, რომ ამ თემებზე გადავიდეთ, რომ აი ხა გაბედე უკვე აღარა და ანუ აღარ ვარ 15 წლის წინ რომ მიზეზი გქონოდა რომ არავინ არ მისვებს ფულიც არ არის ბანკებიც მოგცემენ ეს სტარტაპერს
თუ სესხი არ გინდა, აგერ შეგიძლია გრანტები აიღო ჯიტასგან, თან ყველანაირი ტიპის, რაც კი გინდა და როგორიც გინდა, რამდენ თანხიანი რეგიონიდან ხარ, საიდან ხარ, აღარ აქვს მნიშვნელობა, თბილისში ჩამოსვლაც კი არ გიწევს და კერძო ინვესტორებიც არიან უკვე ძალიან ბევრი. და ეს კერძო ინვესტორების გაჩენაც რა მოიწია, ანუ ხალხს ვაჩვენებთ, რომ შენ შეგიძლია გახდე ინვესტორი, თუნდაც თვეში 10,000 ლარა და ანუ 30 კაცი თუ გავერთიანებით, ვინც 10,000 ლარს დაუდართ, 300,000 ლარია უკვე სტარტაპისთვის. და ძალიან მაგარია, ხო? ან თან იმ სტარტაპის მონაწილე ხდებით და ამიტომ დაგეთანხმები მაგ ნაწილში, რომ დღეს მიზეს ვინმე თუ მეუბნა მე, რომ იდეა მაქვს და ფული არ არის, მეუბნები რომ შენი იდეა მაშინ არ ვარგა, ან არ ვიცი, რაღაც ვერ აკეთებ, დაგეხმარები, მოდი გადავდგათ პირველი ნაბიჯი, მით უმეტეს ახლა AI რო შემოვიდა, არ ვიცი, მართლა საოცრება ხდება რა, ჩემი აზრით, ყველა სკოლებშიც, უნივერსიტეტებშიც უნდა ისწავლებოდეს უკვე აქტიურად და ბევრ ქვეყანაში უკვე ეს ისწავლება, როგორ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ხელსაწყოები, რომ შენი მუშაობა უფრო მაგარი გახადო. და საერთოდ არ ვიძახით იმას, რომ AI ჩაანაცვლებს ვინმეს, არავის არ ჩაანაცვლებს, უბრალოდ ის ადამიანები გავარდებიან წინ, ვინც ამის გამოყენება იციან და 2003 არ ვიცი, ბევრს გახსოვთ თუ 2000-იანები. მე მახსოვს, მე ვიყავი ძალიან პატარა, კომპიუტერზე თამაში ვიცოდი, პირველკლასელი ვიყავი და მამი და ჩემი ასწავლიდა კომპიუტერზე მაუსის და ფაილების გახსნას ადამიანებს, იმიტომ რომ კომპიუტერები შემოვიდა. აი ახლა ეგეთ ერაში ვართ, AI ვინც არის ის დარჩება საანგარიშოზე, როგორც ახლა არის კიდე რაღაც ადგილები, ვინც საანგარიშოთი აკეთებს, ან და უფრო სხვა ლეველზე ეს კომპიუტერმა ხო აგვისწრაფა მუშაობა, რამდენ რამეს ვაკეთებთ. ზუსტად ეგრეა ხელოვნური ინტელექტიც და ის მიზეზები, რომ ფული არ მაქვს, რაღაც აღარ მიიღებ არა. მაგრამ და ანუ co-founder-ი მაინც შეგიძლია იპოვო, ანუ ეგეც კი რთული იყო რა. აი ხა co-founder-ი შეგიძლია AI გახდეს შენი. საიტის გაკეთება რო გინდოდა, ძალიან რთული იყო, აი ნათია დამეთანხმება. ისეთი თანხები იყო, რომ მართლა ვერ გააკეთებდი პლატფორმას თუ არ ყავდა ინვესტორი. აი ეგ თემები მინდა რომ ყველას კარგად გვესმოდეს, ანუ მიხარია რომ ახალი თაობა უკვე ფიქრობს არას რომ ბანკში იმუშაოს, ჩემი თაობა ეგრე ვფიქრობდით. არამედ რომ თავის რაღაც შექმნას, ან ფრილანსერი იყოს, ან ბიზნესი დაიწყოს. ძალიან მიხარია რომ ყველას დამსახურებით, ვინც არის ჩართული ამ ეკოსისტემის განვითარებაში, ეს ამ ყველაფერზე გადავდივართ და ძალიან მაგარია. პოზიტიური ნაწილით უნდა დავინახოთ ყველაფერი რა და ინათიას დამე. ანუ რას ვფიქრობ ხოლმე იცით ხშირად, აი რაღაც ამ ეკოსისტემაში რომ იხარშები, რაღაცნაირად გგონია რომ ბევრს აქვს გააზრებული ეს ყველაფერი. და რეალურად მე სტუდენტებთან წავაწყდი მაგ იმას, რომ აი სტუდენტებთან რომ შედიხარ რომ გგონია, რომ სტარტაპები იციან, რაღაც ინვესტორები, საერთოდ და უცებ ანუ არიციან. ხო, არიციან და ეს იდეების ნაწილში ცოტა რაღაც მორიდებული, რაღაც ახლა შეიძლება ყველგან ესე არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ გასაკვირი იყო ჩემთვის რა, იმიტომ რომ მე რაღაცა ამ იმით მივდიოდი განწყობით, რომ აი ყველა სტუდენტს უნდა რომ თავის საქმე აკეთოს და რა მაგარია რომ უკვე საზღვრები გახსნილია და ბევრი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ აღმოაჩინე რომ ბოლომდე შეიძლება ინფორმაცია არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის ერაში ვცხოვრობთ, არ ვიცი, რაღაცა ფოკუსი შეიძლება არ აქვს, იმიტომ რომ თუ ფოკუსი გაქვს და ჩვენ ალბათ ამ ეკოსისტემაზე რო გვაქვს ფოკუსი, უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ გარშემო რა ხდება. და ანუ ესეთი პოდკასტიც იმისთვის არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი, რომ მოისმინონ ადამიანები, მე მოძებნონ სხვა დამატებითი შესაძლებლობები და მოკლედ ეცადონ, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობები მოიპოვონ. ანუ ისეთ ერაში ვართ და ისეთი წარსულიდან მოვდივართ, რომ ჩვენ გვასწავლით, რომ რაღაცა ინერტულები ვიყავ სკოლაში, კითხვის დასმაც რაღაცნაირად არ იყო დიდად მოწონებული. კი გვერიდებოდა. ხო, და ეხლა რაც ძალიან ღირებულია, არის კითხვების დასმა. რომ თუნდაც ის რომ პრობლემა აღმოაჩინო რა არის გარშემო, რა უნდა ქნა უწახო და კითხვები დასვა, სწორი კითხვები დასვა. რაც ყველაზე რთული ყოფილა, ანუ მეც რაღაცა იმ მაგის პროცესს გავდივარ, რომ კარგად გავიაზრო ეგ რას ნიშნავს, რომ სწორი უკავშირი წამოიღო იმაზე, ისი კეთებაც გინდა. და ეგ რა კაი თემა წამოწევდა დღესაც კი ამ კონფერენციაზეც ზუსტად მაგ პრობლემას შევეჭიდე. რამდენიმე ადამიანი და ერთი გოგო მახსოვს ძალიან მოვიდა და თქვენობით ბოდიშით მე ისეთი ბედნიერი ვარ რომ გავუბედე და დაგელაპარაკეთ და რაღაცნაირად გული ჩამწყდა, იმიტომ რომ ანუ ჩემი ახლა განსახილება რომ უყურებ ნებისმიერ ადამიანთან მივალ და
მივაჭრი რაღაცას ვკითხავ, მაგრამ ისე ვიზრდებოდით და ისე იმაშვებით, რომ ძალიან გვერიდება. აი მეც მეშინოდა, აი მაგალითად, არ ვიცი, არ დავასახელებ ხარ ცნობილი ქართველი ბიზნესმენების სახელს და გვარებს 18 წელს რო ვიყავი, რაღაც მე მერიდებოდა მეთქი აი Coca-Cola-ს ან Vissol-ის ან დიდი კომპანიების დამფუძნებელს მეთქი როგორ უნდა ველაპარაკო რა და ეხლა ვიგრძენი დღეს რომ მოდიოდნენ ახალგაზრდები და მეთქი რა თქვენობით არა პირიქით შენობით იმიტომ რომ ჩვენ უკვე სხვა თაობას ბიზნესმენები ვართ ახალი თაობა ვართ ამერიკაშიც აი პირველი რაც შევიგრძენი როცა სწავლად წავედი მილიარდელებთან ერთად ერთ აუში ვიჯექი და ისე ვლაპარაკობდით როგორც არაფერი არც ზემოდან იყურებოდა არავინ არც ქონდა და რასაც ვავრცელებ ანუ მთლიანად Global Tech Weekend-ის მოძრაობით რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთო და არა ის ბაბლი თუ წრე რომელშიც წრიალებთ და ყველასთან მივიდეს ის რომ ანუ არ უნდა შეგეშინდეს კითხვის დასმა არავისთან მისვლა და ის თემა რომ ვიღაცამ თუ რაღაცას მიაღწია, ეგრეც არნიშნავს რომ ზემოდან უნდა იყურებოდეს და პირიქით ყველასთან შეგიძლია მიხვიდე და ამას ვაჩვენებთ ნელ-ნელა და ძალიან მიხარია რომ ყავს უკვე ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც ჩემ თაობას ცოტა უფრო ჩემზე დიდ თაობას, რომლებიც ღია ვართ ყველანი რომ ან LinkedIn-ზეც ყველგანაც ვინც კი მწერს, ყველას ვეხმარები და ძალიან კაი თემა წამოწია რა. კულტურული ნაწილიც არის. აი კულტურულია და ძალიან კაი თემა წამოწია. აი შესაძლებლობა რომ ამერიკაში ამერიკის კულტურა მენახა მოკლედ და ადრე რომ მიტყვი ყავის რიგში შეიძლება ინვესტორი გაიცაი რაღაცა მეთქი. გეცინებოდა ხო? აი უცებ მართლა ყავის რიგში ახლა თბილისში მართლა არასოდეს არ ვდგა ესე ყავის რიგში არ ვდგავა რა რომ დილიდან კულტურის ნაწილი აი შევიგრძენი რას ნიშნავს თურმე ამ Starbucks-ის და სხვა ბევრი ყავის რიგში დგომა და შესაძლებლობა რომ იქ აი უცებ არ ვიცი ვიღაცა ძალიან ცნობილი მართლა ინვესტორი და იქ უცებ აი ეს elevator speech-იც რაც არის ხო რაღაც 2 წუთში შენი ბიზნეს იდეა ისე უნდა ჩამოაყალიბო რომ ეს ადამიანი დაინტერესდეს და მე შენთან კავშირი მოუნდეს და ეს კულტურა ჩვენთან აი კულტურული ნაწილიც არის ჩვენ აი ესე კონფერენცია ყავის რიგში კი არა სადღაც 5 წუთი რო გაქვს ეს ურთიერთობა გააბა კი არა აი რაღაც კონფერენციაზეც კი შეიძლება გამოწვევა იყოს რომ რაღაცა ის ადამიანი მაინტერესებს მაგრამ აი მივიდე თუ არ მივიდე და დიახ უნდა მივიდეთ სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა მარტო კულტურული ნაწილი არის თუ არის ძალიან ჩაკეტილი ჩარჩოს აზროვნების ნაწილი რომელიც მოდის გადაეცემა რატომღაც თაობიდან თაობას და არ წყდება რატო არ წყდება ეს ნაწილი აი მე მგონი გაწყდა ხო და უნდა გავწყოთ ანუ ნახე ჩვენ ხო ვიზახით ერთ ხარეს რომ მოდი იდეა თქვა ანუ მე ველაპარაკები ყოველთვის მე ვარ მხარესაც რა ჩვენ თუ ღია მე არ ვიქნები ღია ჩემ მეგობრები, პარტნიორები, სხვადასხვა ბიზნესები არ იქნებიან ღია, რომ თუნდაც ამ იდეებს მოусმინონ. დიდ კორპორაციებზე ვიძახი, ანუ ჯიტამ რაც არ უნდა, მაგრა იმუშაოს და სახელმწიფო სექტორმა, კერძო სექტორი თუ არ გახდა ღია ამ იდეებისთვის, ვერაფერი ვერ მოხდება რა. ანუ რამდენი გრანტიც არ უნდა იყოს და რამდენი ინვესტიციაც. და ამას უკვე ვხედავ, რომ ძალიან ბევრს ველაპარაკები რა, თუ ეხა მოგადგება ახალგაზრდა და რაღაცას გისმევს, კი არ ღია უნდა იყო რომ მოუნდა შენთან მოსვლა იღიმებოდე და რაღაცა მეც მეშინა რავი 18 წელს რო ვიყავ მართლა ვერ ვადგებოდი ვერავის იმიტომ რომ ისეთი გონორით უჭირავთ და გელოდებიან რომ რაღაცას მიაღწიეს და აღარ დაგელაპარაკები და პირველი ეგ შემშურდა ამერიკაში 17 წლის ერთი წელი ვისწავლე და ჩემი კულტურული შოკი იყო რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანი გელაპარაკებოდა როგორც ადამიანი ანუ იშორებდნენ იმ ქონებას თუ რაც დააგროვეს და ყველა ვართ ადამიანები ხო შენი სიმდიდრე გაქვს შენი პერსონალური ნათიას თავისი მეჩები და ვლაპარაკობთ და ანუ იმ ხარესაც უნდა ვემუშაოთ რა რომ ეს გაწყდეს ეს თემა და მიხარია რომ წყდება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ქართველი ვიცი რომ საქართველოში ბრუნდება წარმატებული მეც დავბრუნდი და არ ვიცი ჩემ ქვეყანაზე მაგარი არაფერი არ არის და მგონი აქედან გასტარტვაზე მაგარი არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის ადამიანები ვინც იტყვის რომ ამერიკაში მინდაო ძალიან მინდა ზუსტად ერთი თვე ვაცხოვრო ან ერთი კვირა ან ლოს-ანჯელესში ან სან-ფრანცისკოში და მიხვდებია რომ იმ ერთ კვირაში რაც დახარჯეს იმ ფულით აქ დაიწყებდნენ ბიზნეს და უკვე შემოსავლები ექნებოდათ მართლა ეგრე არის რა ანუ ყველა ნაბიჯში ყველა ფერში ფულ სიხდი იქ ანუ არც დობები და აქ რო შეგიძლია რომ ვიღაცა დაგელოდოს 3 თვე და მე რაღაცეები ხშირად მეცინება ხოლმე რომ სან-ფრანცისკოში ყველაფერს ყიდის რა აი რაღაც ძალიან კომერციული ადგილია და იმას არ ვიძახი რომ უნდა წახვიდე განათლება არ მიიღო არ ნახოს ქვეყანა მე მსოფლმხედველობა ძალიან გამიხსნა ამერიკამ ხო სხვა კონტინენტიდან ვიღაც ევროპაში მიდის სასწავლებლად მაგრამ აქ ამ რეგიონში რო ეხა პოტენციალებია არ ვიცი ყველგან მაგას ვლაპარაკობ რა სადაც კი დავდივარ და ჩემი სამეგობროც მაგას ლაპარაკობს ხო
და პოზიტივის შემოტანა არ კიდე ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ღია უნდა ვიყოთ ამ საუბრებისთვის და ყველა ძალიან ის მიხარია, რომ დღესდღეობით როგორც სახელმწიფო სექტორი, ასე კერძო სექტორი ძალიან ღია არის მოლაპარაკებებისთვის. რა ესე არ იყო. მართლა ძალიან დახურული იყო. მეც მაგალითად Global Tech Weekend-ზე რო დავბრუნდი, მართლა ჯიტაშიც ბევრი ესე არ მიცნობდნენ როგორც რაღაც მენდნენ კერძო სექტორის ენდო ამ იდეას და გავაკეთეთ რაღაც გამოვიდა, ხო და ადრე არ იყო ეგრე მაგალითად არ მახსენდება რომ ესე დაგეკაკუნებინა და ვიღაცას კარი გაეღო და მოესმინა. იმიტომ მიხარია რომ პოზიტიური სულები გვაქვს ძალიან მაგარი და კიდე ბევრი გვჭირდება. მოდი უფრო დეტალურად შევიდეთ შესაძლებლობებში. ორივე მიმართულებით, როგორც სახელმწიფო მიმართულებით, ასევე კერძო სექტორის მიმართულებით. რა შესაძლებლობა გააჩნია დღეს სტარტაპერს გავიგეთ, რომ ტექი ძალიან ესე ვთქვათ წინ მიდის და უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია. ლოგიკურია, იმიტომ რომ მოთხოვნადია, იმიტომ რომ მაგის გარეშე რთულია და წარმოუდგენელია პრინციპში დღესდღეობით ნებისმიერ ტიპის სერვისიც კი ტექის გარეშე წარმოუდგენელია და რაღაცა მგონია რომ წინ თუ არ მიდიხარ, ესე იგი ერთ ადგილს ტკეპინ და უკან მიდიხარ, ხო? მაგრამ მოდი შევიდეთ ამ ნაწილში, როგორც სახელმწიფო კუთხით, ასევე ბიზნესის კუთხით. რა შემიძლია მაგალითად, როგორც სტარტაპერს, აი მივედი გარკვეულ დონემდე, მოგებაზე გავედი, მინდა წინ წასვლა. და მინდა მოვიზიდო ინვესტიცია და ვთქვათ, ტექ მიმართულებით განვითარდე. რა გავაკეთებ? კი ბატონო, რეგიონალურ გრანტებზე ვახსენე, ეს ახლა პრინციპში აი მართლა დასად სტარტად სასტარტო კაპიტალია 25000 ლარი, რომელიც უშუალოდ რეგიონის სტარტაპების განვითარებას ეძღვნება. თუმცა 2026 წლიდან ძალიან მასშტაბური პროექტი დავიწყეთ. 4 დიდი საერთაშორისო აქსელერატორი არის ქვეყანაში შემოსული. რაც გულისხმობს იმას, რომ კაპიტალთან ერთად, იმიტომ რომ ცოტა გავშლი თქვათ ეს პროგრამა როგორი დიზაინის არის, რომ უფრო გასაგები იყოს, სამ ფაზას მოიცავს თუ აქსელერატორში ხვდება სტარტაპი. ანუ პირველი ფაზა არის ორთვიანი, უფრო ისას founder market fit ესე ქვია, რაც გულისხმობს, რომ შენი პროდუქტი ზუსტად რაზეც მუშაობ, ნამდვილად მოთხოვნადია ბაზარზე. ამის დადგენას ემსახურება 40 სტარტაპს თითო აქსელერატორში აქვს შესაძლებლობა, რომ გაიაროს ეს საფეხური. ანუ 40 ჯერ 4, 160 სტარტაპს აქვს 4-ვე აქსელერატორის ჯამურად, რომ ეს პირველი საფეხური გაიაროს. მეორე საფეხურზე ეს არის MVP, ანუ მინიმალური ღირებულების პროდუქტის შექმნა, სადაც არის 4-თვიანი პროცესი. 20 სტარტაპი გადის თითო აქსელერატორში და თან იღებს ინვესტიციას 50000 ლარის ოდენობით. მესამე საფეხურზე არის უკვე 10 სტარტაპი გადადის და 150000 ლარიანი საგრანტო შესაძლებლობა აქვს, ანუ ინვესტიციას იღებს უკვე market entry, ანუ ბაზარზე შესვლის პროცესისთვის, რაც არის 6 თვიანი. ეს აქსელერატორიც რო დასრულდება, მე კიდე დამეტებით სტარტაპებს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ტექ კონფერენციებში, ან მაგალითად წელს უკვე 1 იანვარში იყო ლას-ვეგასში CES-ი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური გამოფენა არის და ჯიტა უზრუნველყოფს იქ სტენდს და სტარტაპებისთვის ადგილს, რომ თავიანთი პროდუქტი შოუკეისი კონდეთ და ანუ შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ დაელაპარაკონ პოტენციურ ინვესტორებს და ინტერესონ თავიანთი პროდუქტი და მოკლედ ეს კავშირები დაამყარა. ეს არის აი მასშტაბირებას და გაზრდას რაც შეეხება, რომ ამ მიმართულებით მოკლედ ხელი შეეწყოთ. CES-თან ერთად არის Web Summit-ი კიდე პორტუგალიაში და Global JITEX Global-ზე ვიღებთ კიდე მონაწილეობას, ეს იმართება დუბაიში. ანუ ყველა ეს საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება იმას, რომ მოხდეს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის და ბიზნეს გარემოს პოზიციონირება როგორც მიმზიდველი ეკოსისტემა განვითარებული, სადაც არიან ტალანტები, რომლებიც მუშაობენ გამორჩეულ იდეებზე და ბიზნეს პროექტებზე და მათი ინტერესი წამოვიდეს აქეთ. აი ამ მასშტაბირების ნაწილში მე კიდევ უკვე საკანონმდებლო ცვლილებაც თანსდევს, რაც გულისხმობს იმას, რომ ინოვაციური სტატუსს თუ მოიპოვებ, თავის კრიტერიუმები აქვს და საიტზე ყველას აქვს შესაძლებლობა რომ გაეცნოს 3 წლამდე აქვს შესაძლებლობა ინოვაციური სტარტაპის მქონე სტატუსის მქონე კომპანიას, რომ ის გათავისუფლდეს გადასახადებისგან. 0 taxation-ი აქვს რა. და საინტერესოა, რომ ეს სტატუსი სტარტაპების სტატუსის გარდა კიდე ეხება SME-ებს, ანუ ოღონდ ვინც კვლევაში
ხდებს ინვესტიციას, კვლევითი კომპონენტი რო აქვს ძლიერი და კვლევით ბიზნესებს, ანუ ისეთ კომპანიებს, რომლებიც მოკლედ კვლევის და განვითარების ნაწილს დიდ ყურადღებას უთმობენ და ამაში ძალიან დიდი შეღავათებია ამ მიმართულებით. ანუ მაქსიმალურად არის ხელშეწყობა ესეთი კომპანიების და ბიზნესების იმისთვის, რომ მათ მოახდინონ ფოკუსირდნენ თავის პროდუქტის ზრდაზე და განვითარებაზე და ესე იკვრება, ესე ვთქვათ, ჯაჭვი შეიძლება ვთქვათ, რომ ეს შესაძლებლობები დღეს არსებობს. არსებობს და წახალისებულიც არის. ყველანაირად არის, კი ბატონო. ოკეი, სახელმწიფო სექტორი გავიგეთ. ბიზნეს სექტორში რა ხდება? აი, რა ტიპის ინვესტორები არსებობენ? ამას თუ შეგვიძლია რომ შევეხოთ. ხო. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ ბოლო 4 წელია ბიზნეს სექტორი გააქტიურდა სტარტაპებში ინვესტირებით და ძალიან მიხარია, რომ ნელ-ნელა ეს კულტურა შემოდის ჩვენთან. და ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო სექტორი მთლიანად უნდა გადაერთოს კვლევითი სექტორის დაფინანსებაზე და ჩვეულებრივი ტექნოლოგიური სტარტაპები და ბიზნესები მთლიანად კერძო სექტორმა წამოიღოთ. როგორც ხდება ამერიკაში და ნებისმიერ სხვა განვითარებულ ეკოსისტემებში, დასაწყისში ახლა კერძო სექტორი ძალიან გახარებული ვართ, იმიტომ რომ ფაქტიურად მთლიანი რისკი დასაწყისში თავიდან ხოლმე ახლა ჯიტაზეა, იმიტომ რომ დასაწყისში ეს სტარტაპებს აფინანსებენ თუ გააკეთეს და ჩვენთან უკვე გამზადებული პროდუქტით მოდიან და უფრო ნაკლები რისკი გვაქვს ხოლმე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეს აქსელერატორები, საერთაშორისო კონფერენციებიც, ანუ ნათიამ რო ახსენა, ძალიან მაგარია, რომ ანუ ამერიკის რეგიონსაც მოიცავს ევროპა და როგორ ქვია შუა აღმოსავლეთი, მინას რეგიონი. სოფლიო აღარ არის მარტო ამერიკა, სტარტაპებს უმაგას ვეუბნები, რომ ჩვენ რეგიონში გავითარდები, შეიძლება მინას რეგიონში წახვიდე და შეიძლება აფრიკაში განვითარდე და ჩვენ რასაც ვაკეთებთ კერძო სექტორიდან ანუ რითიც ვეხმარებით, ანუ მარტო სახელმწიფო სექტორი ვერ გააკეთებს, ერთად თუ არ იმუშავე და მიხარია, რომ ჯიტა ამ უსმენს კერძო სექტორსაც და ყოველთვის ისმენს რეკომენდაციებს და მოყვება და ერთად მუშაობთ ეკოსისტემის განვითარებაზე. ჩვენ მაგალითად თბილისში ჩამოყავს ის ყველა ინვესტორი რეგიონიდან Global Tech Weekend-ზე და პირდაპირ ვახვედრებთ ამ ჩვენ სტარტაპებს. ანუ წარმოიდგინეთ, თელი წლის მანძილზე სტარტაპების საშუალება რომ ამერიკაში წავიდნენ, ევროპაშიც, შუა აღმოსავლეთში და მე ყველა მაგარი ხალხი ამ რეგიონებიდან თავის სახშიც უმასპინძლონ და რა მაგარი თემაა, ხო? ესეთი რაღაცები არ არსებობდა მე რო სტარტაპს ვაკეთებდი და ხედავ იმას, რომ რეალურად ის კავშირები უკვე ჩვენ აი ორი ჩემი სტარტაპი, რომელშიც ინვესტიცია მაქვს გაკეთებული, ძალიან დაწყებდა უზბეკეთში გავიდნენ და დარეგისტრირდნენ. ერთი სტარტაპი აზერბაიჯანში და სამხრეთში გავითარდა. ინვესტიციებიც აწიეს ამ რეგიონის ქვეყნებიდან. ანუ ინვესტორები მარტო საქართველოში არ არიან. ძალიან ბევრი VC ფონდი შეიქმნა რეგიონალური და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფერს რაღაცნაირი, ანუ რეგიონში ზუსტად იგივენაირი სიტუაცია არა, მარტო საქართველოში არ ვართ ეგრე, ანალოგიურად არიან სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებმაც დაიწყეს ამ თემის წინ წამოწევა და ნელ-ნელა კერძო სექტორი ეწევა. ჩვენ angel investing-ის კუთხით, ანუ ანგელოზ ინვესტორის კუთხით ცოტა წინ ვართ რაღაც თემებში, აქსელის დამსახურება და კიდე რამდენიმე ორგანიზაციის ამაში და მიხარია, რომ ანუ უკვე იმდენი შესაძლებლობაა რომ შენ შეგიძლია ყველა დონეზე და გაფეილდე კიდეც რა. აი მაგალითად ანუ ჯიტას არავის არ უთქვია რომ მე რომ შენ 25000 ლარიანს აიღებ, აი მოვალ მათრახით და გაგწკეპლი, რომ ინვესტორებს გვიყვარს არ შეგეშინდეთ რომ მე დაახლოებით $9 მილიონზე მეტი მაქვს დაკარგული ჩემი ინვესტორების, ჩემი გაფეილებული კომპანიებიდან და დღესაც ისე ვაკეთებ და პირიქით ეს ისტორიები მაძლიერებენ და პირიქით ინვესტორი როგორ აი თუ მოდის ჩემთან ფაუნდერი რომელსაც აქვს წარუმატებლობები თავის ისტორიაში უფრო ვაინვესტირებ ვიდრე რომ მოვიდეს ფაუნდერი რომელიც სულ პირველად გააკეთა. ანუ ამერიკაში ეგრეა რა. ნათია დამიდასტუროს, ეხლა სან-ფრანცისკოში Global Tech Weekend-ზე რო ვიყავით, უმრავლესობა ფაუნდერები არიან 50-ს გადაცილებული. გაგიჟდებათ, ამას რა უნდა სტარტაპი. ჩვენთან გონია რომ სტარტაპერი თუ ხარ 18 წლის რა და არ არის ეგრე. სტარტაპერი არის 50 წლისაც, 70-ისაც, 30-ისაც. და ეგეც უნდა დავამსხვრიოთ, რომ სტარტაპერობა არ ნიშნავს თამაშს და ბავშვობას. აი გარი ხო, სტარტაპები გონია რომ სტუდენტი უნდა იყოს და პირიქით ამერიკაში სხვანაირად უყურებენ რა, სტარტაპი გააკეთა. იცით რა, ჩვენთანაც რომ დააკვირდეთ წარმატებული სტარტაპები, ახლა სტუდენტები არ არიან, მაინც აი კორპორატიული გამოცდილებიდან რომ მოდიან და შემდეგ რომ კი, მართლა ეგრე არის ჩვენთანაც ხო? სპეციალისტები. კი, იმიტომ რომ ეს რაღაცა კორპორატიული გამოცდილებაც თავისას შევა ხო, რა თქმა უნდა, დისციპლინას იყალიბებს და ბევრ რაღაცა კომპონენტზე გადის რა, მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ
ეგ რო რაღაც 40+ ვარ და ჩემთვის აღარ არის ეს თემა აღარ მეხება პირიქით ნამდვილად, იმიტომ რომ აი ხო, ესეთ გიჟ ენტერპრენერებს რო შევხედავ და დიდი ტეკ კომპანიების დამფუძნებლებს, აი ვიღაცამ გარაჟიდან დაიწყო, ვიღაცა, ანუ ძალიან ისეთი გასამითებელი ისტორიებია. აი მითური ისტორიებია რა. ეს არის ანუ ხო, ეს კარგია, მაგრამ მეც ხა ვფიქრობ და სტუდენტებსაც რომ ვესაუბრებით, ეგ არ არის, არ შეიძლება, იმიტომ რომ იმას აიდეალებ და რაღაცნაირად შეიძლება ამბობ, რომ მე არ შემიძლია და იქ როდის მეო და რეალურად არა, ანუ აი ჩვენ გარშემო, ჩვენაირი ტიპები გარაჟები იყო 90-იანები, 80-იანები 2000-ის დასაწყისი. აი მაგალითად ანთროპიკი ხო, ყველამ ვიცით OpenAI-ის ყოფილმა ტიპმა დაიწყო. ამერიკაში ხა აი ძალიან ბევრი სიფონს ვესაუბრები და ყველაზე მეტ ფულს ვინიღებს ინვესტირებას. ის ადამიანები, რომლებიც დიდი კორპორაციებიდან, key პოზიციიდან წამოვიდნენ, დაიწყეს ბიზნესი. წამოვიდა Amazon-დან, დაიწყო ბიზნესი. იმიტომ რომ იმან იმდენი რამე იცის, იმდენი რამე ნახა, რომ ყველა ინვესტორ გჯერო ამან პრობლემები იცის. ვიდრე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, დიდ თანხებზე ვიძახი, ვიდრე მოვიდეს 18 წლის ვუნდერკინდი, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილება არ აქვს, რაც არ უნდა იყოს, ხო? რაც არ უნდა ვუნდერკინდი იყო და ძალიან ბევრი кейსი ამერიკაში 18-19 წლის ადამიანებში ჩაუდე ძალიან დიდი ფული და მე თლიანად შეცვლა და დაუკარგიათ ფული. ძირითადად ამერიკაში რაც ხდება ხოლმე, სტუდენტები ერთმანეთს იცნობენ, ერთად აკეთებენ, ფეილდებიან კიდე, ზოგი წარმატებულია და მე ზოგი კორპორაციაში იწყებს მუშაობას, არანაირად არ არის საშუალო, სადმე იმუშაო და გამოცდილება მიიღო. იმდენ რამეზე გაქვს შეხება, რომ და ეგ საქართველოშიც ხევთ ნელ-ნელა და აი ბევრი სხვადასხვა ლეველის პროგრამები რო არსებობს, მაგარია რა, სტუდენტი ხარ, აი ეს გააკეთე რეგიონიდან ხარ, აქ შეგიძლია მიიღო და ახლა არ გაჩერდეს, უწინ უნდა იარო რა. არ შეგაფერხოს არანაირმა დაბრკოლებამ და მაგარია რა. ძალიან მინდა რომ ბევრი ფაუნდერები ვნახო სხვადასხვა ასაკობრივ სექტორშიც და იქნება. მოდის გძნობთ. მოდი ახლა ბოლოსკენ წავიდეთ და ვისაუბროთ პრინციპში წარმოვიდგინოთ, რომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უნდა რომ ამ ნაწილში შემოვიდეს. აი, დილით იღვიძებს და ფიქრობს ბიზნეს იდეა აქვს, საღამოს იძინებს და ამ ბიზნეს იდეით იძინებს. შეიძლება ვიღაცამ უკვე დაიწყო და გარკვეულ გზას გადის, ყველა სხვადასხვა ეტაპს გადის, მაგრამ არიან ანტერპრენერები სულით ხორცამდე და ეს არასვენებთ. კრეატიული ადამიანები არ აქვს მნიშვნელობა არც ასაკს, არც სქეს, არც წარმომავლობა, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. არიან უბრალოდ ადამიანები. აი ამ ადამიანებს რას ურჩევდით? ერთი წინადადები თან როგორც მოახერხეთ. მე ვურჩევდი რომ ამ იდეას არ შეეშვან, იმიტომ რომ ეგ თუ არის რომ რაღაც არ გასვენებს, ეგ არის მთავარი ერთ-ერთი განსაზღვრელი ანტერპრენერობის და განსაზღვრელი ნაბიჯის გადადგმისთვის, იმიტომ რომ ეს არის ნაბიჯს რომ გადადგავ, ეს რაღაც არ გასვენებს და იწყებ კვლევას, რომ რა შეიძლება გარშემო მე რა შესაძლებლობა ვიპოვო, პირველი ის რომ თვითგანვითარებას უნდა მიყო ხელი და არ ჩამორჩე რაღაც პროცესებს და ცდილობდე რომ სულ მოკლედ ფოკუსირდე ამ გარემოზე და კომპეტენციების დახვეწვაზე იმუშაო, იმიტომ რომ აი არ ვიცი რასაც ვაკვირდები, ძლიერი ანტერპრენერები, ძლიერი განათლება უდგათ მათ უკან რა, როგორც წესი, იმიტომ რომ გამოცდილებაც და განათლებაც, იმიტომ რომ ანუ მე ამის ერთობლივი დაკავშირება ქმნის უკვე იმ ძლიერ პროდუქტს და ბიზნესს და ამიტომ აი განათლება დღეს ძალიან დღეს გაცილებით ხელმისაწვდომია, ბევრი პროგრამა ხელმისაწვდომია, გარდა ჯიტას საგანმანათლებლო პროგრამებიც აქვს, რომელსაც რეგიონებშიც თავაზობ თბილისშიც და ანტერპრენერობის სამეწარმეო განათლების მიმართულებით, თუმცა არის უკვე ქვეყანაში უნივერსიტეტებიც, რომლებიც ამ მიმართულებით ფოკუსირდებიან და მე ვურჩევდი, რომ აი ეს პროგრამები ნახონ, პოდკასტებს უსმინონ, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრი რაღაცის გაგება შეიძლება და დღეს არ მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი მთავარი წყაროა ჩემთვისაც სიახლეების მიღების და ვფიქრობ, რომ მაგანაც განაპირობა, რომ აი რაღაცა უფრო მეტი ინფორმაცია ვიცი ვიღაც რაღაც პროცესებს
ზე და და სწრაფად გაცილებით, საცობით აღარაში დასამოსაწყენი აი ესეთი ძალიან აღარ არის ნამდვილად ჩემ შემთხვევაში, იმიტომ რომ თან ჯიტა შორს არის. გზაში, ანუ ეგ ერთი ველი აქვს მაგას. კი ბატონო, რომ გზაში ბევრი საინტერესო ამბის გაგება შეგიძლია და ჩემი, რა ვიცი, რეკომენდაცია თუ დაკვირვება, ჩემი რის გაზიარებაც მენდომებოდა ეს არის, რომ ძიება არ უნდა შეწყვიტო ამ გზაზე და აუცილებლად იპოვი შესაძლებლობას. ძალიან კარგია. მეც ვიტყვი, უკან ცოტა შესავალს გავუკეთებ და მე ერთ წელებით დავასრულებ. ძალიან მინდოდა რომ დღეს გვესაუბრობ ვერ შევეხეთ. ხშირად საუბრობ ამაზე ჩემი LinkedIn-დან და newsletter-ებიდან, რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, სად იზრდები, სად ცხოვრობ, ვინ არიან შენი მეგობრები, სად ტრიალებ. და ხშირად ბევრი ადამიანი მინახია, ვისაც ენტერპრენეურის სული აქვს, უნდა რაღაცის დაწყება, მაგრამ მის გარემოში ყველა არის დასაქმებული სხვადასხვა კორპორაციებში, ეს ადამიანის დასაქმებულია და უჭირთ რომ ნაბიჯი გადადგან. გვერდში არავინ არ ყავს, ვინც დაამოტივირებს, რომ წამო ერთად გადავხდეთ რა. და ამ შემთხვევაში აი პოდკასტები ახსენე და ყველაფერი, ხო? ანუ ნებისმიერ პოდკასტში იქნება სტუმარი. მეც მაგალითად ვიღაცას თუ გინდათ ნაბიჯის გადადგმა, ნებისმიერ დრო შეგიძლიათ მომწეროთ და დაგეხმარებით, რომ ერთად გადავხდეთ, მოგცეთ ამის мотиваცია და გზა, იმიტომ რომ ძალიან რთულია ის პირველი ნაბიჯის გადადგმა რა, ძალიან დიდი ქაოსია თავში. აი მაგალითისთვის ვიტყვი, 2024 წლის ნოემბერში, როდესაც გადავწყვიტე, რომ Global Tech Weekend-ი დამეწყო, დამეტოვებინა ყველაფერი ლოს-ანჯელესში და ჩემ ოჯახთან ერთად და პატარა ბავშვთან ერთად გადმოსულიყავი საქართველოში, ჩემ მეუღლე იყო ის, ვინც დამიდგა გვერდში და მითხრა, რომ წამო, გავრისკოთ. და წავიდეთ საქართველოში, როდესაც ყველას გიჟი ვეგონეთ, ანუ ვინც არიცით, მაქვს ამერიკის რეზიდენტობაც, ისიც და ანუ მართლა გიჟი ვეგონეთ, შემეგონოს, მაგრამ ერთი ადამიანი მაინც ნახეთ ჩემ გვერდით, ვინც დამიდგა გვერდში და წამომყვა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ეს ადამიანი თქვენ სამეგობროში არ არის, ამ პოდკასტიდან, სხვა პოდკასტებიდან, კონფერენციებიდან ამოირჩიეთ ეგეთი ადამიანები და დაგეხმარებიან მარტო ადამიანი ყოველთვის არის ძალიან ცოდო. ჩვენ ვართ სოციალური არსებები, გვჭირდება ვიღაცის ეფრუალი, დამტკიცება და ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ნაბიჯს ვერ დგავ, ვიპოვე ის ერთი ადამიანი, ვინც გადაგადგმევინებს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი პოდკასტი გამოვიდა ჩემი აზრით, იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო მეც საკითხს მინდოდა რომ შევხებოდი, თუმცა დროის ფაქტორიდან გამომდინარე ფიზიკურად ვეღარ მოვასწრებდით. იმედი მაქვს მეგობრებო, რომ უფრო მეტი мотиваცია მოგეცათ, უფრო მეტი შესაძლებლობები დაინახეთ, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით. დაგანახეთ თუ რა ნაბიჯები შეგიძლიათ რომ გადადგათ, ის რომ მარტო არ ხართ, ის რომ რა შესაძლებლობები გაგაჩნიათ სახელმწიფოს მიმართულებით, ბიზნესის მიმართულებით და თუ რამე კითხვები გექნებათ, პრინციპში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ჩვენს დაგეხმარებით, დაგაკვალიანებთ, შესაბამის ადამიანებს დაგაკავშირებთ. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგივათ. ძალიან სასიამოვნო პროცესი, მე მგონი საათსამეტი ისე გავიდა, რომ საერთოდ ვერ გავიგე, რომ გამოსული ვიყავით ცალკე, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, ის ჩემი თემები, ესე ვთქვათ, რაც მაღელვებს, რაც მომწონს, რასაც ვაკეთებ და გულშემატკივრობ ძალიან და მადლობა მარიამს ამ შესაძლებლობისთვის, რომ საინტერესო ღრმა დისკუსიაში შემოგვიყვანა და ამ ტექ კონფერენციაზე კიდე 1 საათი საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობა მაჩვქა. აი მეც ვიტყვი უცებ ჩემ ფიდბექს. ყველა ძალიან მე რაც მომეწონა მარიამის კუთხით იყო, რომ ბუნებრივად მიყვება, მე არ მიყვარს წინასწარ დაგეგმილი სკრიპტები. მეც ბევრი პოდკასტი წამიყვანია, ბევრგან მიმონაწილეია და არ მიყვარს ხოლმე რომ რაღაცა ჩაწერილი აქვს, რომ 10 კითხვა უნდა დაგისვან და 10 გაჩერებენ და ანუ ბუნებრივი flow ქონდა conversation-ის, ნათიასთანაც პირველად ვზივარ პოდკასტში, არც ვიცოდი ზოგადად რა თემებზე უნდა გვესაუბრა და ძალიან მიყვარს ეს ნატურალურად როგორც მიდის ყველაფერი და მარიამმა ყველაფერი გააკეთე, რომ ესე წასულიყო. რა შეიძლება გაგეჩერებინეთ ნებისმიერ დროს, არა ეს 10 კითხვა მაქვს მოსასწრები და ეს უნდა კითხოთ უეჭველი რა და ეგეც ძალიან მაგარია და მით უმეტეს ის თემა, რომ კონტენტურად ბიზნესის და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი ერთად საუბრობდით, ეგ არის ჩემთვის ძალიან მაგარი მაგალითი, იმიტომ რომ ხშირად
არის ხოლმე რომ არ ლაპარაკობენ ეს ორი სექტორი და პირიქით ძალიან მაგრამ უნდა ილაპარაკონ და მაგ იდეოლოგიასაც ვავრცელებ მუდმივად და ეგეც გამიხარდა რომ ძალიან კომფორტულად ანუ შეგონია რომ თუ სამთავრობო წარმომადგენელია ვერ დაველაპარაკებ ეს სიტყვას ანუ არის ხოლმე მე ვიყავი ეგ რა უცი 19 წელს რომ ვიყავი მე რომ მინისტრთან დამждარიყავი ალბათ გამწვანდებოდი გავწითლებოდი რა და ეხა არ ვიცი ანუ ნუ ახლა მე მინისტრი არა შენ მინისტრი ამარა ხო ანუ ეხა ისე მოხდა რომ შეიცვალა რა მაგალითად არ ვიცი ქალბატონ მარიამ ქრიუშვილთან დამждარ ვარ რა ვიცი სოფხაკაძესთანაც თემურ ჭყონიასთანაც და უკვე რაღაც ანუ ხვდები რომ მიმღებლობა არის რა და ეგ არის ძალიან მაგარი და ეგ ესეთი გარემოები თუ შეიქმნება, მე მსმენელებსაც ალბათ უფრო მოტივირებულია და არა რაღაც წინასწარ გაწერილი, რომ აი ნათი ამასულიყო ან მე რომ ესეთ რაღაცას არ ვიტყვით, არ ვკითხო და ან შენ გეთქვა რომ ეს არ თქვა, თუ აი იყო ძალიან კაი რა. შენ ქონია გამოცდილება, ჩემთვის პირველი გამოცდილება იყო პოდკასტის და აი ძალიან სასიამოვნო რა იქ. დრო ისე გავიდა, აი ზოგი არის რომ აი იყურები რომ როდის დამთავრდება და ეხა არ მორჩეს და რაღაც თან ეს ოთახი რო რაღაც და ვერც დროს გზნობ, ვერც საათიც არ კიდე მოკლედ კაი იყო. ძალიან მიხარია. მადლობა და რა ვიცი კიდე გლობალ ტექნოლოგიას კი გნახავთ იქაც ჩავწერთ ხალხს და ვიმეგობრებთ კიდე აქტიურად. რა თქმა უნდა, აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა მართლა გულწრფელად მეგობრება და ვფიქრობ რომ კარგი რამ გავაკეთეთ მოკლედ სასარგებლო